მოპარული ბავშვობა. გილოცავთ. გმადლობ, რომ მოხვედით. წამოდი შვილო. დედა ცოტა ხანს სუფთა ჰაერზე გავივლი. რა მოხდა შვილო? დავიღალე, გავისეირნებ. კარგი. ზეჰრა, აქ რას აკეთებ? ალიმ შენთან ეს გამომატანა. აცაძე იქ მოდი, სადაც ყოველთვის ვხვდებოდით. მივდივართ. აქედან უნდა გავიქცეთ სუნა. რა ხდება? ქმარს არ უნდა მიესალმო? ძალიან ცუდად ვარ ფერმან. ადგომის თავიც კი არ მაქვს. თანახმა იყავით ჩემთან ერთად 900 სიგით წასულიყავი და ახლა რა ხდება? იმის თავიც არ გაქვს რომ ქმარს მიესალმო და სუფრა გაუშალო? ჩემი არ გჯერა ფერმან. თუ ისევ დედა შენ მაგაგაბროა ტყუილებით. დედა ჩემისთვის რატომ უნდა დამეჯერებინა? ჩემი აზრი არ მაქვს? სახლი დაალაგე და ამის გამო ერთი კვირაა გვატყუებ. თითქოს ავად იყო ბერფინ. გატყუებთ? ესე იგი ჩემი არ გჯერა. ამ სახლში ავად გახდომის უფლებაც არ მაქვს ფერმან. მომბეზრდა აქ ცხოვრება, მომბეზრდა. ბერფინ. სად ხარ ზეხრა, სად? რაკინე მიეცი? მივეცი, ჩემი თანდასწრებით წაიკითხა. გმადლობ ზეხრა, ძალიან დიდი მადლობა. ახლა ის გადამჩენია დაველოდო რომ ყველამ დაიძინოს, მე კი წავალ. იქ შენ უნდა წამიყვანო, ხომ იცი? რა? მე? ხო, როგორც იქნა, ჩვენი ოცნება ხდება ზეხრა. თანა ჩვენი ქორწინება თუ გაუქმდება, სკოლაშიც გაგიშვებენ. აი ნახავ. მართლა? სკოლაში ისევ შევძლებ სიარულს? ხო, ზეხრა, ხო. ამაღამ სამივე საგვიხდება ოცნება და ბედნიერები ვიქნებით. გმადლობ. შეგერგოს. გმადლობ. ბოდიშს გიხდით. ჩაის გარდა არაფერი მაქვს. არა უშავს ვერფასო. ნურ, ჰასანი როგორ არის? ხვალ სასამართლო აქვს. იმედი მაქვს გაათავისუფლებენ. თქვენც ძალიან დაგვეხმარეთ. ღმერთმა გაგახაროთ. მიხარია. ღმერთმა ქნას. ალი როგორ არის? გავიგე სუნასთან დაკავშირებული ჭორის გამო ძალიან ცუდად იყო. როგორ იქნება? დღეს სუნას კინოს ცერემონიალი აქვს. მალე გაათხოვებენ. ჯერ უნდათ მე მომეყვანა სოლად, ახლა კი ჯემშიძე ათხოვებენ. ჩაისთვის ლიმონს მოვიტან. თქვენ ხომ არ გინდათ? არა, მე არ მინდა. არც მე, გმადლობ. მეგონა სუნას შეირთავდი ცოლად. რას ამბობ, მაგას როგორ ვიკათრებდე? რა ვიცი? შენ ხომ არ იცოდი რომ ალის სუნა უყვარდა? მაგას რა მნიშვნელობა აქვს? გონია ამას გავაკეთებდე? სუნას თუ არა სხვას შეირთავდი. რამე მიზეზი არსებობს, რის გამოც დაქორწინება არ გინდა. შაქარი უკვე ჩააგდე. ო, მართალი ხარ.
ძალიან მაშინია ალი. საერთში არაფერია ზეხრა, მთავარია სახლიდან შეუმჩნევლად გავიდეთ. მიდი გაიხედე. ცოლები აქ არიან. რომ დაგვიჭირონ? ვერ დაგვიჭერან ზეხრა, ვერ დაგვიჭერან. მიდი რამე, ქვასავით მაგარი მომეცი. რა? ქვა ზეხრა, ქვა, ისეთი რომ სროლა შევსდა. აი ნახე იქ არის. მომეცი. ბატონო რუსტემ, რაღაც ხმა იყო. მეც გავიგონა. წამოდი შევამოწმოთ. აბა ნახე, კიდევ არის ვინმე. წავიდეთ სანამ ვინმე დაგვინახავს. სუნას ვერ ოლოდინებ, კარი გააღე. სუნა. სუნა. შვილო ჯერ კიდევ არ დაწოლილ ხარ? ვიცი ეს ადვილი არ არის. მეც საშინლად მტკივა გული. მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. რაც არ უნდა იყოს მდიდარ ოჯახში თხოვდები. იქ უდარდელად იცხოვრებ. თანაც ახლა თუ არ გათხოვდები, შენი ძმა ჯარიდან რომ დაბრუნდება მაინც არ გაცოცხლებს. სუნა. ჩემო საყვარელო. ნუ გაგვიბრაზდები. მეც და მამასაც ორივეს ძალიან გვეყვარხარ. ახლა შეგიძლია წახვიდე ზეხრა. თუ გინდა სუნას მოსვლამდე დავიცდი. არ არის საჭირო, სანამ მე და სუნა გაურობას გავცილდებით, ჩვენები უნდა მოატყუო. არ უნდა გაიგონ რომ გავიპარეთ. კარგი, ყველანაირად ვეცდები. შვიდობით ზეხრა. წადი ზეხრა. უკვე თავისუფალი ხარ. კარგი. ნახვამდის. ნახვამდის. ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც იქნა ოცნების ახდენის საშუალება მომეცა. არ ვიცი ამაღამ როგორ უნდა დავიძინო. აღელვებული ვარ, რადგან შეიძლება ხვალ გამიშვან სკოლაში. შეიძლება სახლში წასვლის უფლებაც კი მომცენ. ალიამ სახლში აღარ იცხოვრებს. უკვე თავისუფალია. ამიტომ მეც გავთავისუფლდები. როგორც იქნა ჩვენი ოცნება ახდება ზეხრა.
ეს ქორწინება თუ გაუქმდება, საშუალება მოგეცემა სკოლაში დაბრუნდი, აი ნახავ. მართლა? სკოლაში ისევ შევძლებ სიარულს. ო, ზეხრა, ხო. ამაღამ სამივე საგვიხდება, ოცნება და ბედნიერები ვიქნებით. დილამშვიდობის ამასწავლებელო, სკოლაში ბრუნდებით? არ ვიცი ბავშვებო, ცოტა ხანში გავიდე. ქალბატონო მელეკ, ჩემს კაბინეტში წამობრძანდით, იქ ვილაპარაკოთ. კარგი. ნახვამდის. დილამშვიდობის. კარი რატომ არ ჩაკეტე? თუ მიცი ალის ოთახიდან გამოსვლა აკრძალული აქვს. ჯერ ძინავს, მაგრამ ვიფიქრე, როცა გაიღვიძებს ხელპირის დაბანა მოუნდება მეთქი. შენ რასაც გეუბნებიან, ის უნდა გააკეთო. ალი როცა გაიღვიძებს, კარზე დააკაკუნებს, მივალთ და გავუღებთ. თუ რამე სერიოზული არ მოხდება, ეს კარი არ გაიღება. სულ დაკეტილი იქნება, გასაგებია? გამარჯობა ბატონო, მიხარია რომ მოხვედი. მადლობ, ჩემი საათი მოიდანეს? მოიდანეს, ზუსტად ისეთია თქვენ რომ მინდოდათ. აბა მაჩვენე. ალბათ გინდათ რომ თქვენთვის ზვირფას ადამიანს აჩვენოთ. დიახ, ზვირფასია. თანაც ძალიან ზვირფასი. ჩემთვის ეს საუბარი ძალიან რთული იქნება. ნუ მაშინებთ, ბატონო დირექტორო. ხომ არ განათლების სამინისტროდან გადაწყვეტილება მოვიდა. სამწუხაროდ თქვენ საქმიანობას ვეღარ დაუბრუნდებით. ზეჰრა, ალიმ უკვე ისაუზმა შვილო. დიახ. ცოტა ჭამა. როცა მოშივდება, კიდევ შეჭამს. უკვე ქორწილისთვის დაიწყეს მზადება. არ ვიცი ალი მამას როგორ უნდა გაუძლოს. რომელი ქორწილისთვის? შვილო, შენ არაფერი იცი? სუნას ათხოვებენ. ზეჰრა, სად მიდიხარ? არ მითხრა რომ აღარ გახსოვარ დევრან.
სუნა, შენ აქ რას აკეთებ? რატომ არ წახვედი? ძალიან მინდოდა ალისთან ერთად გაქცევა ზეღრა, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც გვიპოვნიდნენ და დაგხოცავდნენ. ამის შემეშინდა. ჩემი ძმა ჯარის მიტევებას აპირებს, რომ ჩემს მოსაკლავად ჩამოვიდეს. ჯემში თის ცოლობას მირჩევნია მოვკვდე, მაგრამ ალის ვერ გავიმეტებ. შენ აქ რა გინდა? წადი ახლავე. ალი 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 ომერთო იმედი მაქვს რამე სისულელი არ ჩაიდინა. ომერთო იმედი მაქვს ცოცხალია და უვნებელი. ალი 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 გესმის ჩემი? ალი 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 მოვდივარ დაგეხმარები. აქ არავინა? დამეხმარეთ. გაუძელი ალი. მოვდივარ დაგეხმარები. ცოტაც გაუძელი. მოვდივარ. ალი გაუძელი. ალი ვინმეს დაუძახებ. ალი ალი ვინმეს დაუძახებ. გაუძელი. აუცილებლად გადაგარჩენ. აუცილებლად. გაუძელი ალი. სარეცხი გაშრა. სად არის პატარა პატარძალი? მივიდეს და აკრიფოს. სამზარეულოში ბევრი საქმე ჰქონდა. ალბათ იქ არის. ომასია ფატმა. დიახ, სამზარეულოშია. კარგი. ეს გოგო ამდენ ხანს წავიდა. ისევ რაღაც შარში გაიხვევა. თქვენ კიდევ იცავთ და ამართლებთ. რაც უფრო კარგად მოექცევით, უარეს გააკეთებთ.
ქალბატონო ნიმეთ, ზელალ ძვირფასო. რა სასიამოვნო სიურპრიზია. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გამარჯობა. სიმართლე გითხრათ, აქ კარგი საქმისთვის არ მოვსულვართ. მოგბრძანდით, შიგნით შევიდეთ. ფეხზე ნუიდგებით. როგორც გენებოთ. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო ნიმეთ, როგორ ბრძანდებით? გმადლობ, მაგრამ კარგად არ ვარ. მოგბრძანდით, შიგნით შევიდეთ. მოგბრძანდით. ფატმა. სამი ყავა მოგვიტანე. კარგი ქალბატონო. ღმერთო, გთხოვ ალის ძალა მიეცი რომ გაუძლოს. შენ ყველაფერი შეგიძლია ღმერთო. დღეს კარგად უნდა დაისვენო. დაწექი, თავს ნუ გადაიღლი. ჩემზე ზრუნავ თუ იმ ბავშვზე, რომელსაც მუცლით ვატარებ. ორივე ძვირფასი ხარ ჩემთვის. რა ხდება, ჯერ არ დაბადებულა და უკვე ბავშვზე ეჭვიანობ? შენ გამოვიეჭვიანებ, ფერმან. კარგი, რამე ხომ არ გინდა? მითხარი და მოგიდე. არაფერი. რამე თუ მომინდება, დედამთილი აქ არ მყავს. ის მიხედავს ყველაფერს. შენ არ იდარდო. კარგი, მაშინ მე წავალ ბერფინ. თავს გაუგრძელი. დროებით. ამიერიდან რაც არ უნდა მოხდეს, აღარ მოვემსახურები. პირიქით. ის გახდება ჩემი მოახლე. მომემსახურება. მოცეკვავე თოჯინა მინდა. მოცეკვავე თოჯინა მინდა. ექსაიდან მოიტანე. რეკლამაში ვნახე. თოჯინა თან ცეკვავს თან მღერის. მეც მინდა ასეთი თოჯინა. მიყიდეთ რა. მოდი, ჩემო ლამაზო. რა თქმა უნდა გიყიდი. სად ნახე ტელევიზორში? თოჯინათან მღეროდა თან ცეკვავდა? კარგი შვილო, ჩემო ლამაზო, იმ თოჯინას გიყიდი. ჩემო შავთვალავ, ჩემო საყვარელო. წადი შვილო. რა კარგია. ღმერთო ჩემო, როგორ უნდა უყიდო? განძი იპოვე? დიახ, რაღაც მაგის მსგავსი. ჩვენი რძალი ორსულად არის, ორსულად. დიდ ქირმანებს შვილიშვილს ვაჩუქებ. ჩემი ვაჟკაცი შვილი. ბატონი ქადემი ძველებურად ვეღარ მოგვექცევა. აი ნახავ, თვითონ მოგთხოვს, ჩვენთან გადმოდით საცხოვრებლადო. აი ნახავ, თუ ასე არ იქნება. გეგონოს ელოდე როდის დაგიძახებენ? სწორედ მაგას აპირებენ, მეტი საქმე არ აქვთ. მაგას ნუ ამბობ. რაც არ უნდა იყოს ქირმანების ნათესავები ვართ. იცი ამაზე რამდენი ადამიანი ოცნებობს. ეს პატივი მხოლოდ შეულებს აქვთ. ჯერ სიმართლე გაიგონ და მე ნახავ როგორ დაგიფასებენ ნათესაობას. რა ხდება, რატომ იგესლები? რა გარანტია გვაქვს, რომ სიმართლე არ გაირკვევა? ის წერილი ვერ ვიპოვეთ. იქნებ მასწავლებელმა უკვე ნახა. სისულელეს ნუ ამბობ. სკანერებს ნუ მიშლი. ის წერილი გაქრა. სადმე რომ ყოფილიყო ვიპოვიდი. ჩემ გაგიჟებას ნუ ცდილობ. წერილი აღარ არსებობს. ეგ საქმე დამთავრებულია. კარგი, მაგრამ ქალბატონი ჯანანი სინდისმა რომ შეაწუხოს და თავისი შვილისთვის სიმართლის თქმა გადაწყვეტოს. თანაც ასეთი ამბავი წერილით არ ითქმის, ალბათ ჩამოვა და პირადად ეტყვის. ქირმანებმა რომ გაიგონ ზეჰრა ჩვენი შვილი არ არის, რა მოხდება რაში? ეს შეთანხმება გაუქმდება. მათი ქორწინებაც. გააჩერეთ. ალი გაუძელი. ღმერთო, გთხოვ არ მოკვდეს. ღმერთო ჩემო. როგორი მწარე ენა გაქვს, გაჩუმდი. სისულელეს ნუ ამბობ და ნერვებს ნუ მიშლი.
ვინმე არ გაიგოს, პატარა ბავშვი ჩვენთან მოიყვანეს. შეგვეცოდა და არავის მივეცით. გავზარდეთ, ვასწავლეთ, გამოვყვებეთ. რა ტყუილია? შენდა მისი ხარ, მე კი მამამისი, სულ ესაა, მორჩა. ხმა არა მოიღო. როცა გაწყობს შენი შვილია. ცოტა ხნის წინ კი ნაღამ შენი ხელით მოკალი. სინდისი არ გაქვს. გაჩუმდით ორემ ცხვირპირს გაგიერთიანებ, გაჩუმდი. თავს ძლივს ვიკავებ რომ სიმართლე არ ვთქვა. საწყალი ბავშვი იმ სახლში იტანჯება. მეც საშინლად მტკივა გული. თუ კიდევ გაბედავენ და ჩემს ზეხრას რამეს დაუშავებენ. თუ კიდევ სცემენ, გეფიცები ყველაფერს ვიტყვი. გაჩუმდით ორემ სანამ ქირმანები დაგხოცავენ, მე თვითონ ჩაგაძაღლებ. გასაგებია? ხმა არა მოიღო. ამ ამბავზე სიტყვა არავისთან დაგწდეს. მორჩა და გათავდა. ადექი ჩაი მომიდანე. მიდი. მასწავლებელო. არ უნდა მომიყვეთ? რა აშვილო? ასეთი შეწუხებული არასოდეს მინახი ხართ. შემიძლია დაგეხმაროთ? დამეხმარო? სასწავლო ცენტრში რომ ბავშვები არიან მათი მშობლები სულ ამას მეკითხებიან რისი გაკეთება შეგვიძლიაო, მაგრამ არ ვიცი უკვე ვეღარაფერს შევწვით. უნდა ვისხდეთ და ამ მოვლენებს შორიდან ვუყურებთ. მასწავლებელო, მე ამ სიტუაციის გამო გახარებული ვარ. ბავშვებს ხელში იარაღი კი არა, წინი უჭირავთ. ჩვენი მტერი უცოდინრობაა. გაუნათლებლობას სიხარბე მოაქვს. სიხარბე კი საზოგადოების გახლეშას იწვევს. იმედი მაქვს განათლების სისტემა სიხარბიდან ამოგვიყვანს. მერე კი თუ მოვინდომებთ იქნებ, სიღარიბეს საერთოდ დავძლიერთ. მის ადგილს ადამიანებს შორის კეთილგანწყობა და ერთიანობა დაიკავებს. შეიძლება ამის მისაღწევად გრძელი გზის გავლა მოგვიწიოს, მაგრამ ნამდვილად ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ახალგაზრდობა უფრო მეტად ჩაეფლობა ჭაობში და მათი დახსნა ძალიან ძნელი იქნება. მელეკ? შეიძლება ცოტა ხანს ჩამოვჭდე. რა თქმა უნდა, მოდი. თორემ წავილწევი. მასწავლებელო, გთხოვთ, მაპატიოთ. რა მოხდა, შვილო? მე მელეკ ნუ გვაშინებ, რა მოხდა? ეს ზეხრას ხომ არ ეხება? არა. მე მასწავლებლად ვეღარ ვიმუშავ. მთელი ჩემი ოცნებები და გეგმები წყალში ჩაიყარა. რატომ? ეს როგორ მოხდა? მამა ჩემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის ცხოვრება დაენგრია. ზურგში დანა ჩამარტყა. არასდროს უნდოდა რომ მასწავლებლად მემუშავა. თუმცა მე ყოველთვის მასწავლებლობაზე ვოცნებობდი. ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა. ეს ერთადერთი იყო, რის გამოც ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ. ახლა რა ვქნა? რა გავაკეთო? ხოლოდ ჩემი პროფესია კი არა, საკუთარი თავიც დავკარგე. ახლა ვინ ვარ? ვინ? გინდა გაჩვენო ვინ ხარ, შვილო? ვერ მიგიხდით? ადექი, წამოდი. წამომყევი. დევრანმა და ზელალმა ხელის მოწერისთვის თარიღი დათქვეს, მაგრამ თითქოს დევრანი ღრუბლებში დაფრინავს. თითქოს ერთ თვეში არ ქორწინდებოდეს. ეს საიდან მოიტანეთ ძვირფასო? დევრანი ძალიან გახარებულია, გარწმუნებთ. თუ კი გახარებულია, ჩემ შულს ასე რატომ ეხცევა? რას ბრძანე? ალბათ ზელალმა არასწორად გაიგო. ბოლო დროს ცუდ ხასიათზეა, რადგან რაღაც საქმე ჩაეშალა. თქვენ დედამისი ხართ და ალბათ ვერ ამჩნევთ, მაგრამ მე ყველაფერს ვგრძნობ. აშკარაა, რომ ჩემი ცოლად შერთვა არ უნდა. დღეს რაღაცეების საყიდლად უნდა წავსულიყავით, მაგრამ სად არის? უკვე რომელი საათია და არც კი დაურეკავს.
ეს რას ნიშნავს? სად არის დევრანი? სად იქნება? სამსახურში. ჩემი საბრალო შვილი ძალიან ბევრს მუშაობს. მეც კი ვეღარ ნახულობ. უნდა რომ უზრუნველი ცხოვრება გქონდეთ და სწორედ ამიტომ მუშაობს. არ ვიცი რა ხდება ქალბატონო ბეჰიე, მაგრამ თუ კი დევრანი ჩემ შვილს ახლავე ასე ექცევა, ვინ იცის რა მოხდება მომავალში. კარგი დედა. ნერვიულობის განცნევა მამიწია. დევრანს რომ არ ვიცნობდე. ვიფიქრებდი, ვიღაც ჩაუვარდა მეთქი გულში, მაგრამ ღმერთო ჩემ. ასეთი რამ როგორ იფიქრე? ნუ ღელავთ. დევრანს დაველაპარაკები. კარგსის. მაშინ ჩვენ წავალთ. კარგად ბრძანდებოდეთ. გაგაცილებთ, არ არის საჭირო. წამოდი შვილო. ამჯერად რას მიმალავთ? რას უნდა გიმალავდეთ, დედა? რაღაც გაუგებრობაა. როგორც ჩანს, ზელალი აზვიადებს. ალბათ დევრანი ცოტა უყურადღებოდ მოექცა და პანიკაში ჩავარდა. ახლავე დევრანს დაურეკე. უნდა ველაპარაკო. რამდენ ადამიანს ყვარები ხარ, შენი ტელეფონი არ ჩერდება. კარგია. კარგი. ბევრი ილოცონ რომ ამ ქვეყნიდან შვიდად წახვიდე. დევრანი არ მპასუხობს, დედა. შენ შვილს უთხარი გონს მოეგოს ბეჰიე. თუ რამე პრობლემა აქვს, გვითხრას და მოგვარდება. მაგრამ არ გაბედოს და ზელალს უსამართლოდ არ მოექცეს. აი, რეკავს. ბერფინი ყოფილა. გისმენ შვილო. ალო დედა, რაღაც მოხდა. ვერც კი წარმოიდგენ. რა იყო? რამე ცუდი მოხდა? დედა შემთხვევით გულსუმის და რაშიდის ლაპარაკი მოვისმინე. თურმე ზეჰრამათი შვილი არ ყოფილა, მაგრამ არ გაბედო და სახლში არავისთან არაფერი თქვა. თორემ დავიღუპებით. ამ დილა ადრიან რომ დარეკე ცოტა არ იყო შემეშინდა. ჩემი ხმის გაგონება უნდოდა. რა ქნას ვენატრები. გისმენ შვილო, გისმენ. მითხარი. დარწმუნებული ხარ შვილო? ჩემი ყურით გავიგონე. ზეჰრამათი შვილი არ არის. ნაშვილები ყოლიათ. მაგრამ ვისი შვილია? არ უთქვამთ? არა დედა, ეგ არ გამიგია. მაგრამ გულსუმმა თქვა შეიძლება ყოველ წუთას ვთქვა სიმართლეა. დედა სიმართლე რომ გამშღავდეს, შეთანხმება ჩაიშლება. მერე რა გვეშველება? რადგან გულსუმი ამდენ ხანს ჩუმად იყო, ახლაც არაფერს იტყვის. შენ მაგაზე არ იდარდო. თანაც თუ რამე სიტყვის თვითონაც დაიღუპება. იმედი მაქვს სიმართლეს ვერავინ გაიგებს. თორემ მარტო მე და ფერმანს კი არ გვემუქრება საფრთხე. ბავშვსაც, რომელსაც მუცლით ვატარებ. ბავშვს? ზუმრუდ. პატარძალი საქმეს კიდევ ვერ მორჩა. ალისთვის შენ რატომ მიგაქვს საჭმელი? დედა, პატარძლისთვის არ მithქვამს. მომიცი ბოლო დროს ალი კარგად არ არის. მინდა რომ საჭმელი მე მივუტანო. ცოტას ვილაპარაკებთ კიდეც. კარგად არავინ არ არის. ყველანი უცნაურად იქცევით. ბატონო აზად უნდა მივუსწროთ. ზეჰრა რა მოხდა? რა დაგემართა?
ალი შვილო სათხარ ალი სუნასთან ერთად უნდა გაქცეულიყო, მაგრამ წაქცეულა. ახლა კლდის პირასაა. კლდის პირას. წამოდით. რას ამბობ? წამოდი. წამოდი. ალი სათხარ. პატარ ძალს დაუძახეთ, მას ეწოდინება. დაუძახეთ, რას დამდგარ ხართ? მზად ხარ ღალატისთვის პასუხი აგო დევრან. ძალიან მაინტერესებს ასე რატომ მოიქეცი. იმ მასწავლებლის გამო არა? მერთვე ჩემ. მზად ხარ ღალატისთვის პასუხი აგო დევრან. ძალიან მაინტერესებს ასე რატომ მოიქეცი. იმ მასწავლებლის გამო არა? მერთვე ჩემ. ქალისთვის ასეთი რამის გაკეთება ღირდა დევრან? სიყვარულისთვის სიკვდილი ღირდა დევრან? ეს რა ადგილია მასწავლებელო? აქ რატომ მოვედით? შედი შვილო, შედი. გამარჯობა მასწავლებელო. გამარჯობა ბატონო. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. არ მოგაცდენთ. ხოთ, განაგრძეთ. მოდით ყველამ ერთად წავიკითხოთ. დედა! განმაგრძოთ? ბებია! ოჩახ. ახლა კი წინადადებას დავწერ. ყურადღებით იყავით? მასწავლებელო. აქ კერძო გაკვეთილები ტარდება? ეს სასწავლო ცენტრია შვილო. აქ იმ ადამიანებს ვასწავლით, რომელთაც სწავლის საშუალება არც ადრე ჰქონიათ და არც ახლა აქვთ. მათ მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ. იმ ადამიანებსაც ვასწავლით, რომელთაც სკოლაში სიარულის საშუალება არ ჰქონდათ. ამიტომ გვინდა რომ დაკარგული დრო ახლა ინასყავრო. აბა ეს შენ წაიკითხე დეიდაიში. ლა. ლა. ლე. სკო. ქლა. ში. წა. ვიდ. ნენ. Gittiler. სუნა და ალი უნდა გაპარულიყვნენ. ალი აქ მე მოვიყვანე. მეგონა სუნაც მოვიდოდა, მაგრამ არ მოსულა. დილით დოლის ხმა რომ გავიგონე, მაშინ ვიაკ წამოვედი. ალი მიწაზე იწვა. არ ინძრეოდა. ნეტავსად წავიდა. სად უნდა წასულიყო? იმედი მაქვს სუნას გათხოვების ამბავი არ გაიგო და რამეს სისულელი არ ჩაიდინა. ზეჰრასთვის ხელის დაფარებას გერჩივნათ, თმაში ხელი მოგეკიდათ და ისე გამოგეკითხათ ყველაფერი. რა ხდება, რა გაყვირებთ? ალი დაიკარგა ქადი. სახლიდან გაიბარა.
ზეღრაც მას გაეკიდა. ამათ დაუნახავთ, მაგრამ არ მითხრეს. ამჯერად პატარძალი ძალიან მკაცრად დაისჯება. ვერ გადამირჩება. ჯერ ალი ვიპოვოთ. ქალბატონო ნუჯინ, გვეგონა ქორწილის ამბის გასაგებად წავიდა. ამიტომ არაფერი ვთქვით. ესე იგი სუნას ქორწილში ერთად წავიდნენ. ახლა ყველაფერს გააფუჭებენ. მაგრამ ალი ხომ ჩაკეტილი იყო. ვერაფერი ვერ უნდა განდოთ ადამიანმა. სად მიდიხარ ხადიმ? რუსთემს წავიყვან და მის მოსაძებნად წავალ. სანამ რომ მოხდება, იქნებ მივუსრო. ღმერთო. გევედრები ჩემმა შვილმა სისულელი არ ჩაიდინოს. ღმერთო. გევედრები დაგვეხმარა. რა ხდება? რა გემართება? მოიცადე დამშვიდდი? ღმერთო ჩემო. კარგად ხარ? გესმის ჩემი? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.